დაკარგულების დრო იქნება. შემოგვერთდით. საფრანგეთის საპატიო ლეგიონერი და იუველირი, რომელიც დიდი რაინდის წოდებით სარგებლობს, ატარებს ქართველი გუჯი უკვე 31 წელია პარიზში მუშაობს, მისი ოქროს და ვერცხლის ნაკეთობები კი მსოფლიოს ცნობილი კოლექციონერების საკუთრებაა. პარიზის ცენტრში სენ-ჟერმენზე გალერეების გრძელმწკრივში ისტორიული საგამოფენო სივრცე არსებობს. კლოდ ბერნარის გალერეა 50 წელია საზოგადოების იმ ნაწილს აერთიანებს, ვისაც ხელოვნება უყვარს. უკვე ერთი თვეა კლოდ ბერნარი მხოლოდ ერთ ავტორს ეთმობა. გუჯი ფრანგული საიუველირო ხელოვნების ქართველი ვარსკვლავია. ამჟამად არის გამოფენილი დაახლოებით 50 ნივთი. გარკვეული რაოდენობა არის ვერცხლში გაკეთებული და კიდევ ერთი პატარა ნაწილი არის ოქროში. ვერცხლსა და ოქროში ნაჭედი ფიგურები პარიზში ათასებად ფასობს. გუჯის ხელოვნება კი უკვე წლებია ბევრად უფრო მეტად. ნამუშევრების გაყიდვების სიხშირემ ექსპოზიციის მოგროვება გაურთულა და ხელოვანს გამოფენის გასამეორებლად 5 წელი დასჭირდა. საერთოდ მე გატაცებული ვიყავი ჩემი ახალგაზრდობიდან მითოლოგიით, ძველი მითოლოგიით. ყოველი ნივთი არის უნიკალური, იმ მხრივ რომ გაკეთებული არის მხოლოდ ჩემი საკუთარი ორი ხელით. მითოლოგიური თემების გარდა გუჯი ამაშუკელის შემოქმედება რელიგიურსაც უკავშირდება. მისი ნამუშევრების მუდმივ მოქმედი ექსპოზიციის ნახვა 25 წელია საფრანგეთის ტაძრებშია შესაძლებელი. მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და მიეძღვნა წმინდა კლოტილდს. და ამ ეკლესიაში მე გავაკეთე საკურთხეველი. სენტ კლოტილდის ტაძრის საკურთხეველი ბოლო პერიოდის ნამუშევარია, ხშირად მუშაობს ისტორიულ და გოთიკურ ეკლესიებშიც. ერთ-ერთი პირველი კი, სადაც ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი ნივთები მოხვდა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარია. ჯამბაზი და აგრეთვე სააღდგომო შანდალი. ამჟამად დაცული არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და მერე ესე იგი ბევრმა სამღვდელოებამ მომართვა. მის სახელს უკვე 20-ზე მეტი ტაძარი უკავშირდება პარიზსა და ევროპის სხვა ქალაქებში, სადაც უკვე წლებია ახალშობილ კათოლიკეებს გუჯის ხელით შექმნილ ემბაზებში ნათლავენ. მომნათლის დიდუბეს ეკლესიაში 1944, მაგრამ მამასთვის არ უთქვამს არაფერი, იმიტომ რომ ეშინოდათ მაშინ. ნათლობის გარდა საბჭოთა რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობაში გუჯი ამაშუკელი არაერთხელ აღმოჩნდა. სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, თუმცა ფრანგ ქალზე შეყვარებულ იუველირს გულმა პარიზისკენ გაუწია. 70-იან წლებში ფრანგ მეუღლესთან ერთად შეუძლებელი შეძლო და მაშინდელი საფრანგეთის პირველი პირის პომპიდუს დახმარებით საბჭოთა საზღვრები დაარღვია. მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. აქ დავიწყე მუშაობა. 38 წლიანი ემიგრაციიდან 30 წელზე მეტი ამ სახელოსნოში ქმნის ყველაფერს, რითაც მსოფლიოს გაოცება შეძლო. საკუთარი დამზადებული ხელსაწყოებით გამოჭედა ათასობით სამკაული და ნივთი, რომლებმაც ამერიკიდან გერმანიამდე, ტრამპ-ტაუერიდან ლუვრის საგამოფენო დარბაზებამდე მიაღწიეს. საბაგეთის მთავრობა მიბოძა საპატიო ლეგიონის რაინდის წოდება. ეს არის უმაღლესი ჯილდო. ესე იგი ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩემი ხელოვნება დაფასდა. ხელოვნებაში დიდი წვლილი აქვს მის მსოფლმხედველობას, რომელიც გარკვეულწილად სწორედ ქართულ ხელოვნებასთან არის მაზიარები. ჩვენ გვინდა რომ გუჯი კარგად გავიცნოთ საქართველოში. 100-ზე მეტი საგამოფენო სივრცის შემდეგ კიდევ დარჩა ერთი ადგილი, სადაც ის არასდროს ყოფილა. გამოფენა საქართველოში გუჯისთვის ჯერ ისევ გადაუდგმელი ნაბიჯია.